იცოდი, რომ ავსტრალიაში აკრძალეს სოციალური ქსელები 16 წლამდე პირებისთვის. მალე ამ სიას დაემატებიან საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და გერმანია. ეს უკვე მსოფლიო ტრენდად იქცა. რამ გამოიწვია ეს? მოზარდებში მოიმატა ფორიაქმა და ქრონიკულმა დეპრესიამ, ტოქსიკური კონტენტი, რომელსაც ბუსტავს თავად ალგორითმი და ასევე ამან გამოიწვია მშობლების მასიური პროტესტები ამ ქვეყნებში. რაც სახელმწიფომ ვერ დააიგნორა. ჩემი აზრით, ნებისმიერი აკრძალვა ადამიანზე ძალიან ცუდად მუშაობს და ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. ვერ მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მშობელივით, ზომბივით სკროლავს სოციალურ ქსელებს. სოციალურმა ქსელმა შეიძლება გაგაუბედუროს და გაგაბედნიეროს, თუ იყენებ მას სწორად. თუ ბავშვმა ისწავლა ვიდეო კონტენტის შექმნა, კლიენტების მოზიდვა ადრეული ასაკიდან, ურთიერთობების ჩამოყალიბება უცხო ადამიანთან და საჯარო გამოსვლის შიში დაამარცხა, მაშინ სოციალური ქსელი პირიქით მას გააბედნიერებს და არანაირი ქრონიკული დეპრესია არ ექნება. მაგრამ თუ უყურებს მშობლებს, რომლებიც მხოლოდ სკროლავენ დღე და ღამე, რა თქმა უნდა, ისიც იგივეს იზამს. იმიტომ რომ ბავშვი აკეთებს იმას, რასაც ხედავს და იყავი მისთვის კარგი მაგალითი. 31 მარტის ღამის 11 საათამდე ვრცელდება 67%-იანი ფასდაკლება ჩემს ორ ყველაზე მნიშვნელოვან კურსზე, რომელიც გასწავლის ხარისხიანი კლიენტების მოზიდვას 2026 წელს, როგორც ორგანულად და ასევე ფასიანი რეკლამითაც. ბონუსად მიიღებ ჩემგან ერთვიან პირად მენტორობას, რომ შეძლო ყოველდღე დამისვა კითხვები შენთვის საინტერესო თემებზე. გაითვალისწინე, რომ აქვს მხოლოდ 30 ადგილი და ეს არის ძალიან შეზღუდული შეთავაზება. 67%-იანი ფასდაკლებით ეს ყველაფერი შეგიძლია შეიძინო 1500 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 500 ლარად. მეტი დეტალის გასაგებად მომწერე პირადში სიტყვა კონტენტი.